24 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გალხვი ჯგუფის მიერ ორგანიზებული ჟურნალისტური პროექტის დასკვნითი ნაწილი გაიმართა. მედიატური 6-10 თებერვალს ბაქოში ჩატარდა. მასში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების ჟურნალისტიკის სპეციალობის 11 სტუდენტმა მიიღო. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში მონაწილეების მიერ მომზადებული სტატიების, სიუჟეტებისა და ფოტორეპორტაჟების წარდგენა განხილვა მოეწყო. ჟიურის წევრების სია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორებით დაკომპლექტდა. პრეზენტაციების მოხსენებითი სიტყვისა და მასალის წარდგენის შემდეგ პროექტის ფინალისტები გამოვლინდნენ. იყო სირთულეები, მაგრამ მთლიანობაში მგონი დაუძლია და გამარჯვებას ველოდითქო ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ძლიერი ბავშვი იყო, ძალიან ბევრი ძლიერი სიუჟეტი იყო და არ ვიცი, ემოციებს ვერ მავა, იმიტომ რომ მართლა მოულოდნელია და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ის არის, რომ ჩვენი სტუდენტების იდეა იყო ზოგადად ამ კონკურსის ჩატარება, მათ შექმნეს ეს გალხვი ჯგუფი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და მშვენიერ პროექტებს ახორციელებენ. შეგახსენებთ, რომ პროექტის პარტნიორები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და დრავჯია. გამოვავლინეთ 3 გამარჯვებული პირველ ადგილოსას მარიამ თავაძეს გადაეცა 100%-იანი დაფინანსება, შემდეგ პროექტში გასამგზავრებლად კიევის პროექტი არის, შემდეგი მეორე ადგილის მფლობელს ნია პატარაშვილს 50%-იანი ფასდაკლება გადავეცით საპრიზო ადგილის სანაცვლოდ, ხოლო მესამე ადგილის მფლობელს თამარ ცეცხლაძეს გადაეცა GVC-ის ვიდეო კამერა.